ჩემს გვერდით მხოლოდ ღირსეული, წარმატებული და ძლიერი მამაკაცი წარმომედგინა ყოველთვის. შესაბამისად, ავირჩია ის. მაგ ისტორიის ბუმი დღემდეც არ არის ჩამქრალი, რეალურად. საკმაოდ ბევრი არის განქორწინებული და მით უმეტეს მარტოხელა ქალბატონი, ვისაც სჭირდებოდა იმ სიტყვების მოსმენა, რაც შენ მაშინ უთხარი მათ. ვისაუბრე იმაზე, უბრალოდ რაც საქართველოში სირცხული იყო. დღეს თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი мотиваცია, რაც გიოდეს მე მიმიღია, იყო უშუალოდ განქორწინება. ბოლოს უკვე არც ერთი წარმატებული ქალი არ ელოდება სხვას, ვინც რას გავაკეთებს. რომ ყოველთვის იცის, რომ თავისუფალია მაგ მხრივ. თავისუფალია და თვითონ შეუძლია თავის თავს მისცეს ის, რაც მას სჭირდება. თამაში ვიყავი. ჩემი შექმნილი თამაში ვიყავი, სადაც ტურიდან ტურში გადავდიოდი. თუმცა ყველაზე რთული, რაც შეიძლება იყოს ორსლოპაში, ტოქსიკოზი მაქვს გადატანილი შუა კურსის დროს. მოგესალმებით პოდკასტიდან ქალთახმა ბიზნესში. სივრცეში, სადაც ადამიანები თავად მოყვებიან თავიანთ ისტორიებს. დღეს კი ჩვენ სტუმრად გვყავს ქალი, რომელმაც ბიუთის სივრცე, ბიუთის სფერო, აქცია პროფესიად და მომგებიან ბიზნესად. მადლობა მილენა, რომ მოხვედი დღეს ჩვენთან და ხარ ჩვენი სტუმარი. მილენა, დღეს შენ ხარ ბიუთი აკადემიის დამფუძნებელი, წარმატებული პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი. ასევე გაქვს აკადემია, სადაც ასწავლი გოგოებს, როგორ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, კარიერა ბიუთის სფეროში. მაგრამ საინტერესოა შენი გამოცდილება, საიდან და როგორ დაიწყე შენ? დავიწყე საკმაოდ ადრეულ ასაკიდან, დაახლოებით 15 წლიდან. ძალიან მომწონდა წარმობის დახატვა და შემდგომ უკვე წლების მერე ვაქცია ჩემ პროფესიად და ბიზნესად. ანუ პროფესია იქცა უკვე ბიზნესად. საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაგიწყია და საკმაოდ ადრეული ასაკიდან ქონია ეს ბიუთი ერთგვარი გატაცება, კი? ნამდვილად. საინტერესოა. ბევრი ადამიანი ბიუთის სფეროს ძალიან სკეპტიკურად უყურებს, განსაკუთრებით მამაკაცები და ამბობენ, რომ ეს ბიზნესი არ არის მომგებიანი და სერიოზული. შენ კი საპირისპირო სამტკიცებ და ამბობ, რომ ბიუთის სფერომ და ამ ბიზნესმა მოგიტანა საკმაოდ კარგი შემოსავალი. რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც დღესაც კი ფიქრობს, რომ ეს ბიზნესი არ არის მომგებიანი? ალბათ ვეტყოდი იმას, რომ უბრალოდ დღევანდელ რეალობაში რაღაცა აკეთ მხოლოდ სიამოვნების გამო, უბრალოდ დროის ხარჯვა იქნება, თუ იმას რამე ფინანსური სარგებელი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, დღეს 21 საუკუნეში დრო არის ფუფუნება და არ მგონია ვინმეს კონდეს იმდენი ფუფუნება და იმხელა ფუფუნება, რომ ეს დრო უქმად დახარჯოს და არ მოქონდეს ამ ყველაფერს ფინანსური მოგება. რადგან ფინანსებზე ვსაუბრობ, ბარემ გკითხავ შენ ყველაზე დიდი ჰონორარი თვის ჭრილში რა გქონია? რა თანხა აგიღია? არც ისე პატარა თანხა, რომელიც სრულად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მეყიდა დედაჩემისთვის ის საჩუქარი, რომელიც ჩემგან მიიღო 22 წლის ასაკში. შენი სტუდიის message box-ი არის სილამაზე მოითხოვს ფულს და არა მსხვერპლს. ეს საკმაოდ თამამი და ხმამაღალი განაცხადია. დამეთანხმები. არის თუ არა ეს სწორედ გათვლილი მარკეტინგული სლოგანი, თუ უბრალოდ სლოგანი? ეგ მხოლოდ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული დამეთანხმები. დღეს არ არსებობს მსხვერპლი, რომელსაც ძლიერი სქესი ვერ მოითმის. შესაბამისად ვთვლი, რომ მხოლოდ ფინანსებზეა საუბარი. იმიტომ რომ ნებისმიერ ქალს, რომელსაც ექნება ფინანსური თავისუფლება, დარწმუნებული ვარ, ჩაიტარებს ნებისმიერ პროცედურას. რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის. რამდენად იქცა განქორწინება შენი ცხოვრების და კარიერის სამოტივაციო წყაროდ? მაგ ისტორიის ბუმი დღემდეც არ არის ჩამქრალი, რეალურად. კი. ისე შენი ინფლუენსერობა მაგ ვიდეოთი დაიწყო, ხო? შენი განქორწინების ვიდეოთი. ბევრად მანამდე. უბრალოდ უშუალოდ იმ ქალების შეკრება ერთ ადგილას, როგორც არის ინსტაგრამი და იმ ქალების, რომლებსაც მე ვჭირდებოდი და რაღაცის მოსმენა სჭირდებოდათ ჩემთვის, მოხდა უშუალოდ მაგ ვიდეოს მერე. კი, საკმაოდ ბევრი არის განქორწინებული და მით უმეტეს მარტოხელა ქალბატონი, ვისაც სჭირდებოდა იმ სიტყვების მოსმენა, რაც შენ მაშინ
უთხარი მათ. ვისაუბრე იმაზე, უბრალოდ რაც საქართველოში სირცხული იყო. კი, განქორწინება და მარტო დარჩენილი ქალი. დღეს ჩვენს რეალობაში საკმაოდ რთული არის. დარჩე მარტო, იყო მარტო ხელა დედა. ყველანაირი პასუხისმგებლობა გქონდეს საკუთარ თავზე აღებული და თან იფიქრო და ისრუნო საკუთარ კარიერაზე და განვითარებაზე. ბევრი ადამიანი ამ ეტაპზე წყვეტს განვითარებას. და ამ რთულ პერიოდებს ვერ გადის. დღეს თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი мотиваცია, რაც კიდევ მე მიმიღია, იყო უშუალოდ განქორწინება და 1 წლის ბავშვი, რომელიც ყავდა. არც ერთი წამით არ მიფიქრია იმაზე, რომ პირიქით უნდა შემეწყვიტა ჩემი განვითარება, არამედ პირიქით რაღაც ისეთი ძალა შენ თავზე ვიყავე. აიღე პასუხისმგებლობა. თავიდან ბოლომდე. სხვათა შორის, ჩემ შემთხვევაშიც განქორწინება მომცა იმხელა ბიძგი და სტიმული, რომ არც ერთ სტრესს აქამდე და ტრამვას არ მოუწია ამხელა мотиваცია. მომცა ძალა ჩემ თავში და დამანახა ის შესაძლებლობები, რაც იქამდე არ დამინახია ჩემ თავში. და მივხვდი, რომ არავისზე არასდროს არ უნდა იყო დამოკიდებული. და თან მით უმეტეს იყო მარტო ხელა დედა და გქონდეს ორი ადამიანის პასუხისმგებლობა, გქონდეს ერთ ქალბატონს აღებული, საკმაოდ რთულია თან საკმაოდ ნაადრევ ასაკში. და საკმაოდ ნაადრევ ასაკში. და ამ ეტაპზე, როცა არ წყვეტს ადამიანი განვითარებას, როცა არ უშინდება იმ დაბრკოლებას, რასაც გადის, რაც წინ ელის, აუცილებლად აღწევს იმ მიზანს, რაც აქვს ჩაფიქრებული. ყოველთვის განვითარების ეტაპზე და წარმატების ეტაპზე ყოველთვის ვკარგავთ ხოლმე ადამიანებს. თან საყვარელ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს, ვინც გგონია, რომ ცხოვრების ბოლომდე ჩვენს გვერდით იქნებიან. მაგრამ წარმატების პერიოდში ხვდებით, რომ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით აღარ არიან. მათ აღარ უხარიათ ისე როგორც უხაროდათ ადრე. აღარ უხარიათ ის წარმატება, რასაც დღეს ვაღწევთ. ყოლია თუ არა ესეთი ადამიანები გარშემო. ალბათ ადამიანების გაფილტრა შენ გარშემო რომ მოიტომო, უბრალოდ წარმატებული უნდა გახდე, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა. უმეტესწილად მეგობრები. ძალიან ახლო წრე. ვერ ვიტყვი, რომ ვერ გადაიტანეს ჩემი წარმატება, თუმცა ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი მოხდა. შენი აზრით, რას ვერ იზიარებენ ის ახლო წრე, ის მეგობრები, ის ოჯახის წევრები, ვისაც ვკარგავთ ამ პროცესებში? შენ უბრალოდ გაგიმართლა. და უჭირთ შენს გვერდით ყოფნა, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ შენ რეალურად გაგიმართლა. იმის მაგივრად, რომ ხელი შეგიწყან, ცდილობენ, რომ პირიქით აგიცურდეს სადმე. სხვათა შორის მეც მქონია და მეც დავკარგე საკმაოდ ბევრი ახლო მეგობარიც და სხვათა შორის ოჯახის წევრიც ამ პერიოდში, რადგან არ ესმოდათ თუნდაც იმის, რომ დროის უქონლობის. ადრე თუ მქონდა სამსახური და 10-დან 6-მდე ვიყავი სამსახურში და ბავშვთან ერთად შემეძლო მენახა ჩემი მეგობრები, გავსულიყავი და ასე შემდეგ, როცა საკუთარი ბიზნესი გაქვს, უკვე იქ შეიძლება 24/7-ზე იყო ამ საქმეში ჩაფლული და შეიძლება ბავშვსაც ვერ მიაქციო სათანადო ყურადღება და ამას ვერ იაზრებენ და ვერ იღებენ. შენ შემთხვევაში როგორ იყო? ჩემთანაც ალბათ დროის უქონლობის მომენტი და პრინციპში დღემდე ხალხი იმასაც ვერ იაზრებს, რომ სამსახური, ინსტაგრამია და სხვა სოციალური პლატფორმები გარდა იმ ფიზიკური შრომის, რომელიც 50% შეადგენს. როდესაც ვამბობთ, რომ ვმუშაობთ და ვდებთ სტორებს, თუნდაც ვიღაცისთვის არის ძალიან სასაცილო და უკვით როგორ შეიძლება მაგის გამო ვერ გახვიდე მეგობრებთან ერთად სადმე. როცა ინსტაგრამი დღეს ჩვენი შემოსავლის წყაროა
და რეალური ონლაინ ბირჟა, სადაც შეგვიძლია ნებისმიერი პროდუქტი გავიტანოთ. ოდესმე გიგრძნია თუ არა შენი ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ მამაკაც ცოტათი ძაბავს ან აკომპლექსებს. ოდესმე. აი მე ოდესმე კი არა. ძირითად შემთხვევაში ასე ხდება. ძირითად შემთხვევაში ეგრეა. არც ერთ კაცს თუ ის არ არის შენზე წარმატებული, შენი წარმატება არ უხარია. შეიძლება არ გაგზნობინოს, მაგრამ ისე გააკეთოს, რომ თუნდაც შენ თავში ჩაიკეტო, იპოვო შენ თავში კომპლექსები და ყველაზე მინიმალური წინსვლაში ხელი არ შეგიწყოს. და ყოველთვის ეცადოს, რომ დაგადაბლოს. ამიტომ ჩემი აზრით მარტო ხელა ქალბატონები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ვიდრე დაოჯახებული ან თუნდაც არასწორ პარტნიორთან მყოფი ქალები. ნამდვილად ეგრეა. მეთანხმები ხო? კი. კი. მართლა 100% ეგრეა. პირადად მე ისეთ მომენტებს ვესწრებოდი ხოლმე, იმდენად უჭირთ მართლა იმის გადატანა, რომ ქალი წარმატებულია. ვერც კი აგიღწე რაზე არიან წამსვლელები. კი. თუმცა გარეგნულად რა შეხედავ და საკმაოდ ისეთი სიმპათიური კაცები არიან და ფიქრობენ, რომ why not იმსახურებ შენერ ქალს იმსახურებს უფრო სწორად და ამასობაში მე უკვე პროცესში ჩანს ის, რომ არა მარტო ფინანსებზეა საუბარი რეალურად. ხო, შეიძლება უმეტესწილად არ ცითხოვდე კაცისგან იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია შენ თვითონ. და ეგრეც არის ხოლმე წარმატებული ქალების შემთხვევაში, ბოლოს უკვე არც ერთი წარმატებული ქალი არ ელოდება სხვას ვინ რას გაუკეთებს. არაფერს, იმიტომ რომ ყოველთვის იცის, რომ თავისუფალია მაგ მხრივ. თავისუფალია და თვითონ შეუძლია თავის თავს მისცეს ის, რაც მას სჭირდება. საკმაოდ საინტერესო პროფესია. შენი პროფესია გაძლევს იმის ფუფუნებას, რომ იმოგზაურო ნებისმიერ ქვეყანაში და ემიგრანტებსაც დაეხმარო, ასწავლო ეს პროფესია და მათაც შეიმსუბუქონ ის სამსახური და სამუშაო, რასაც იქ აკეთებენ. რას გვეტყოდი ამაზე? ვთვლი, რომ ზოგადად ბიუთი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სფეროა ქალებისთვის. ნებისმიერ დროს შეგვიძლია აღმოჩნდეთ სხვა ქვეყანაში და ისევ ინტერნეტის მეშვეობით ვიყოთ წარმატებულები და მაგისთვის გჭირდება უბრალოდ ერთ პატარა ჩანთაში ყველაფრის ჩალაგება. დღევანდელი გადმოსახედით, ეხლა რომ იწყებდე ბიზნესს, რას ეტყოდი შენ თავს და რა შეცდომას არ დაუშვებდი? რაც აქამდე დაუშვი ამ სფეროში. ამ სფეროში? დღეს როდესაც ვუყურებ, თუნდაც ჩემ rilsებს, ერთადერთი რასაც ვეტყოდი, რომ ცოტა ჩემი თავი დამეზოგა. ეს ის შემთხვევაა, სადაც 2 წლის წინ პატარა მილენასგან ძალიან ბევრს ვითხოვდი და როგორც ასეთი გამოსასწორებელი ნამდვილად ვთვლი, რომ არაფერი მქონდა. უბრალოდ პირიქით მეტი დრო უნდა დამეთმო ჩემი თავისთვის. მეტი დრო დამეთმო ოჯახისთვის თუნდაც. საკუთარ თავს უწესებდი იმ წესებს და სთხოვდი იმაზე მეც, ვიდრე შეგეძლო. თამაში ვიყავი. ჩემი შექმნილ თამაში ვიყავი, სადაც ტურიდან ტურში გადავდიოდი. ამან მიგიყვანა იმ შედეგამდე, რა შედეგიც დღეს გაქვს. საკმაოდ დიდ სტუდიას ფლობ, ბიუთი აკადემიას და უამრავ გოგონას ასწავლი და უხსნი გზას ამ სფეროში. ასე რომ, ჩემი აზრით, ბევრს არ სთხოვდი იმას, რის გაკეთებაც შეგეძლო. და მან ყველაფერმა მომცა ის, რომ დღეს ისწავლა. ვთვლი, რომ გოგოებს ნამდვილად ვეხმარები. უკვე გადავედი ისეთ სტადიაზე, სადაც მინდა, რომ აბსოლუტურად ყველა ქალმა იცოდეს, რომ არა მარტივი არ არის, მაგრამ არის გზა და შეგიძლია რაღაცას მიაღწიო კაცის გარეშე. მარტივი არ არის ამ ცხოვრებაში. ისაც არ არის მარტივი. 10-დან 6 საათამდე ოფისში იჯდე და სხვის ბრძანებას და დავალებებს ასრულებდე. ესაც არ არის მარტივი. უბრალოდ ყველაფერს უნდა მონდომება, სტრატეგია, სწორედ დაგეგმარება და მარკეტინგი. და ყველამ, ჩემი აზრით, ყველამ უნდა აერჩიოს ის პროფესია, რასაც
გააკეთებს გულით, რაც ეყვარება და არ გააკეთებს მხოლოდ ფინანსური მოგების გამო. თუ ადამიანი პროფესიას ირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ მოგებას, აი ყველაფერი უბრალოდ ძალიან ცოტა ხანს. ძალიან ცოტა ხანს გასტანს კი. მაგრამ თუ ადამიანი ირჩევს სწორ პროფესიას, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს და ამ ყველაფერს აკეთებს სიამოვნებით და სიამოვნებისთვის, ის აუცილებლად მიაღწევს იმ ფინანსურ მდგომარეობას, რაც მას სურს. და რაც თავარია იქნება გრძელვადიანი. გრძელვადიანი კი. რა რჩევას მისცემდი იმ ქალებს, ვისაც უნდათ ბიზნესის დაწყება და თუნდაც ვერ ბედავენ. არ აქვთ იმის რესურსი. ეშინიათ. არ აქვთ იმის გამბედაობა, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. რას ურჩევდი პირველ რიგში? პირველ რიგში ურჩევ, რომ უბრალოდ კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ. ეგ ყველა ფაქტი, რომელიც შენ ჩამოთვალე, არის ზუსტად ის კომფორტის ზონა, რომელშიც არიან. ჩვენც გვეშინა და ჩვენც არ ქონდა მაგის შესაძლებლობა, გამოვედით კომფორტის ზონიდან და რაღაცას მივაღწიეთ. თუმცა თუ ადამიანს ის მდგომარეობა მოწონს, რომელშიც არის, იქნება მან საკმაოდ დიდი ხანი. კი. იდეიდან რეალობამდე სულ ერთი ნაბიჯი არის. ამიტომ ყველა ქალს შეუძლია იდეა აქციოს რეალობად. და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი, ყოველ 50,000 გამომწერზე ვაფინანსებთ ერთი ქალის იდეას, ერთი ქალბატონის იდეას. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ყველა ქალბატონს, რომ პირველ რიგში გამოგვიწერეთ, გურეთ ჩვენს პოდკასტებს და თვალყური ადევნეთ ჩვენი გამომწერების რაოდენობას. რადგან ყოველ 50,000 გამომწერზე ერთ ქალს მივცემთ საშუალებას, რომ მათი იდეა და ბიზნესი დაფინანსდეს 15,000 ლარით. ასე რომ თვალყური უნდა გვადევნოთ და პირველ რიგში უნდა გამოგვიწეროთ. საკმაოდ დიდ შანსს აძლევ იმ ქალებს, რომლებსაც დაწყება უნდათ. ბიზნესის და არ იციან თუნდაც საიდან მოიძიონ ის პირველადი შენატანი თუნდაც. კი, იმიტომ რომ მე მქონდა ცხოვრებაში ესეთი ეტაპი, როცა მქონდა საკმაოდ კარგი იდეები, მაგრამ არავინ არ მისმენდა, არავინ არ განიხილავდა ჩემს იდეას სერიოზულად, ვინაიდან და რადგანაც ასაკით ვიყავი პატარა. როგორც ხდება ხოლმე, არასერიოზულად აღიქვამდნენ შენ სიტყვებს. არასერიოზულად არ აღიქვამდნენ, მაგრამ ბოლომდე არ მისმენდნენ. ბოლომდე არ უსმენდნენ ჩემს იდეას, მაგრამ გავიდა დრო, წლები, მომემატა ასაკიც. მომემატა გამოცდილება, რაც მთავარია და თამამად მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები დღეს ერთ-ერთი მათგანი არის ჩემი ბიზნეს პარტნიორი. შეუძლია იმდენი. და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე, რომ რჩევასაც მეკითხებიან რაღაც საკითხებზე და რაღაც საკითხებში. მილენა, შენ ხარ ბიზნეს ვუმენი და ასევე დედა. ორივე არის ძალიან საპასუხისმგებლო და არც ისე მარტივი. იყო წარმატებული დედა. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს და მით უმეტეს სულ მალე ელოდები მეორე ბავშვს. გარდა იმისა, რომ რთულია, ვარ საკმაოდ კაცრი დედა. იყო პერიოდი, როდესაც ლეას საკმაოდ დიდი ყურადღება დავაკელი ისევ სამსახურის გამო, თუმცა ყოველთვის ჩემ თავს ვიმშვიდებდი იმით, რომ ბავშვის მომავალზე ვზრუნავ და კეთილდღეობაზე. კი. ყოველთვის ვამართლებთ ხოლმე საკუთარ თავს სამით. ნამდვილად. თუმცა ვთვლი, რომ დღევანდელ რეალობაში იჯდე და ეთამაშე მთელი დღე ბავშვის სახლში. და ამასობაში ბავშვის მომავალი არ გქონდეს დაგეგმილი, ბევრად უფრო ცუდი სიტუაცია, ვიდრე გამოიყენოს სწორად თუნდაც ის ბაღის პერიოდი, ან როდესაც ბებო იტოვებს, ან ვინმე და იმუშავა. ვიყენებდი ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ 1 საათს, რომ ყოფილიყავი სამსახურში და საკმაოდ ორსულობის პერიოდში საკმაოდ აქტიური ხარ და შენი აქტიურობა არც ერთ ეტაპზე არ შეწყვეტილა. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს იყო ორსული
თან ამავდროულად იყო საკმაოდ აქტიური ბავშვის დედა და თან მართავდი ამხელა ბიზნესს და კომპანიას. დაახლოებით წინა თვეში ჩავატარე ბოლო კურსი. მართლა არ ვიცი საიდან პოულობდი იმ ენერგიას, რა ყველაფერი გამეკეთებინა, თუმცა ყველაზე რთული რაც შეიძლება იყოს არსლობაში, ტოქსიკოზი მაქვს გადატანილი შუა კურსის დროს. ეგ იყო ჩემთვის და მაინც არ გამოსავალი. მქონდა შეწყვეტილი იმ პერიოდში არა. მუშაობა. არც ტემპი დამიგდია საერთოდ, იმიტომ რომ ჩემთვის იმდენად საყვარელი საქმეა, რომ პირიქით სახში ჩაჯდომა მაგ დროს ჩემთვის უფრო რთული იქნებოდა. ვაძალებდი ზოგჯერ თავს რომ მივსულიყავი სტუდიამდე, იმიტომ რომ ვიცი რომ ეგ სივრცე მე მაბედნიერებს, თუნდაც იმ ხალხთან კომუნიკაცია საკმაოდ რთული იყო პროცედურების ჩატარება. რა სპონტანური გადაწყვეტილება მიგიღია ამ პერიოდში, რამაც გაზარალა, ან ფიქრობ დღეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიგიღო ასე მარტივად და ჩქარა. სიმართლე გითხრა, მსგავსი არაფერი მახსენდება, იმიტომ რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი და ბიზნეს გეგმა დღესაც კი 2 თვით და 3 თვით წინ არის გაწერილი. ისეთი რამე რომ მეზარალა არა პირიქით, ყოველთვის მსგავს მენაბიჯებმა ბეროდ უფრო დიდი წარმატება დიდი მოგიტანა. წარმატება მოიტანს. საკმაოდ კარგია ესეთი გაწერა თუ გაქვს და გათვლები თუ გაქვს. ის რგავარ. ესე იგი თხის რქებს ახასიათებთ ესეთი. ყველაფერი. ყველაფერი გაწერილი გვაქვს ამ ცხოვრებაში. დღეს ვიცით 5 წელიწადში რას გავაკეთებთ. თავის რისკებიანად, წაგებით, მოგებით, შემოსავლით და ყველაფრით. რას ეტყოდი იმ გოგონებს და ქალბატონებს, ვისაც აქვს გადაწყვეტილი ბიუთის სფეროში მოსვლა და დაწყება, სწავლა და ცოტათი ეშინიათ, ცოტათი სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა უნდათ გულის სიღრმეში. საკმაოდ მკაცრი ვარ ხოლმე. იმიტომ რომ ყოველდღიურად ვიღებ მსგავს შეტყობინებებს, სადაც ხალხი ელოდება იმას, რომ უნდა დავეჯერო. ვთვლი რომ ჯერ 100%-ით უნდა იცოდნენ, რომ ეგ ყველაფერი სჭირდებათ, მოწონთ და მხოლოდ მაგის მერე მოვიდნენ და ეს შეისწავლონ ნებისმიერი სფერო, თუნდაც პერმანენტი იყოს ამ ჭხილები ან წამწამები არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ყველას მოვუწოდებ იმას, რომ ნუ ელოდებით იმას, რომ ვიღაცა რამეს დაგაჭერებთ. კარგად ხედავენ, რას მოიცავს ბიუთის სფერო, თუ ვერ ხედავენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე დღეები, როდესაც მოდიან კონსულტაციაზე და უფრო სიღრმისეულად ხსნი, მაგ ყველაფერს პლუსებს და მინუსებს და ალბათ ვიტყვი, რომ არა, თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი სპეციალისტი ვარ, რომელიც თუნდაც პროცედურის პლუსებს და მინუსებს ამბობს და ასევე ამ პროფესიის, რომ ვარდისფერი სათვალე მოიხსნან. იმიტომ რომ არ არის ყველაფერი ისე მარტივად, როგორც ჩანს. და მინუსები რა არის ამ პროფესიაში, რა სირთულე შეიძლება წააწყდეს ადამიანი, თუნდაც სწავლის პროცესში ან და მუშაობის პროცესში. უშუალოდ პროფესიას რა მინუსებიც აქვს, არის ის, რომ ნაწილობრივ ვართ სამედიცინოში. გვაქვს იმაზე დიდი პასუხისგებლობა, ვიდრე სხვა დანარჩენ პროფესიაში. გვაქვს შეხება ნემსთან, კანთან და რეალურად და სილამაზესთან, რაც ძალიან უდაოდ. თუმცა პროცესი, რომელიც მოყვება მაგ ყველაფერს, არის საკმაოდ პასუხისგებლიანი. ყოლია თუ არა უკმაყოფილო კლიენტი. როგორც ასეთი უკმაყოფილო არა, თუმცა გაუგებრობა საკმაოდ ბევრთან. რადგან როგორც ყოველთვის ფიქრობენ, რომ თუ იხდიან, უნდა გააკეთო ის, რაც მათ სურს. და ზოგჯერ ჩვენ პროფესიაში მართლა არის რაღაცა, რასაც ვერ ვაკეთებთ. ავტომატურად ეგეთი კლიენტი არის უკმაყოფილო. ამ ვარდისფერის სათვალის მიღმა რა დგას შენ ცხოვრებაში? რასაც არ ანახებ ხალხს, არ ანახებ სოციალურ ქსელს, არ ყვები. რა შეიძლება იცოდეს მაყურებელმა მილენას შესახებ, რასაც სოციალურ ქსელში და ვარდისფერი სათვალის უკან რა ხდება არ ანახებს. ცუდი თუ კარგი. ორივე.
მოდი ისეთი. დაღლილობა. რომელსაც არ ვსაუბრობ რეალურად. იმიტომ რომ მაგასაც კი ვერ პატიებ ჩემ თავს. ეხლაც დღესაც ვითხოვ ჩემ თავისგან ისევ ძალიან ბევრს და 90% ხალხის იმას მწერს, საიდან გაქვს ამდენი ენერგია და რეალურად არის ხოლმე, რომ მართლა ისეთ მდგომარეობაში ვარ და იმდენად გადაღლილი ვარ, რომ საერთოდ არ მინდა არც ანუ შენ თავს არ აძლევ მოდუნების უფლებას. არასდროს. და ვცდილობ წლის გეგმა, რომ ვისწავლო დასვენება. თურმე ყველაზე რთული ესეთი რეჟიმის მერე აღმოჩნდა ეგ. თუმცა ამ ყველაფერს არ ანახებ ხალხს და ყველას გონია, რომ რაღაცა ისეთი ცხოვრება გაქვს, როცა გინდა ძალიან მაშინ მარტივი. გაიღვიძებ, როცა გინდა მაშინ დაიძინებ და ძალიან მარტივი კი. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ ნახოს როგორ იწყება ჩემი დღე, როგორი გიჟური რეჟიმი გვაქვს მე და ბავშვს, ალბათ ვერც კი წარმოიდგენენ, იმიტომ რომ დილიდან პირველი სტორი სადაც წერია დილა მშვიდობის იწყება ლამაზი საუზმით. თუმცა საუზმემდე სანამ მივდივართ, არის საკმაოდ რთული 2-3 საათი. ყველას აინტერესებს და საკმაოდ აქტიურ კითხვას დაგისვამ. ამდენი ხნის შემდეგ და ამ პერიოდების გავლის შემდეგ. ესე მყარად დადგომის შემდეგ. ვინ არის ის ადამიანი დღეს შენს გვერდით, ვისაც არ აჩენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ შენ აღარ ხარ მარტო და ელოდები მეორე ბავშვს. ჩემს გვერდით მხოლოდ ღირსეული, წარმატებული და ძლიერი მამაკაცი წარმომედგინა ყოველთვის. შესაბამისად, ავირჩიე ის. თქვენთან ერთად მეც მიხარია, რომ მოგეცათ ესეთი შესაძლებლობა, ეს მაგარი პროექტი მისცემს შესაძლებლობას ერთ ქალს დაუფინანსდეს მისი ბიზნეს იდეა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მაგარია, ასე რომ გამოიწერეთ ეს არხი.